სახნელად ვაცხადებ, განიხილება მაია როხვატის და ალბერტ ამელის სარჩელი, ლია გოგიბერტი გელაშვილის, თამარ გელაშვილის, ბარბარე გელაშვილის, გელაშვილის მიმართ, ვინ გამოცხადებს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდეს მოსარჩელის წარმომადგენელი ახალ ყავადა მიმოხდა მოპასუხებელია ლია გოგიბერტი გელაშვილის, თამარ გელაშვილის, ბარბარე გელაშვილის და დავით გელაშვილის და მოპასუხებელთა წარმომადგენელი ლევან იფაძე და ამირან მეშვედი. Acțiunea care mă duc, cum am putut. Ipata. Ჩვენ შეკითხვები დავსვათ უკვე. დავაცადოთ კოლეგას ბარათს. კაიფანია მოვედი, მანქანა ვერაფერს მივეოჩი. ყველაფერი დაგვრჩა ისეთი ეტაპები კი მოვილიეთ, მაგრამ შეკითხვებთან დაკავშირებით მე არაფერი. თუ დამჭირდება ყოველ შემიძლია შეკითხვების დასმა, ის საჭიროა. ეს ფერადი ნახაზზე გვითხარით თქვენ შენიშნა და ფერადი. კი ბატონო. არჩევნებს უკვე ორი თალი გექნება, ფუსული გექნება. თქვენ ეგრე აღარ გინდათ. Button. What's the job here? Okay, fine. Matuba. Daerthoba, ეთებულება რომელიც საფაში არის, უბრალოდ დაერთობა ფერადი საფი. კარგით. ეთებულებათა კვლევა. ჩვენ ჩამწოლოთ. აი პროფესიონალურად. კი ბატონო. თქვენ? ჩვენ გავამახვილეთ საკუთარ კეთებულებებზე. ყურადღებას ერთად სურს თქვენი სასამართლოს ყურადღება მივუყოთ სარჩელის 37 გვერდზე, რომელიც ეხება ნახაზს, რომლის მიხედვითაც დასტურდება ისედაც, რომ მეორე სართულზე გელაშვილების მფლობელობაში, მოპასუხებელთა მფლობელობაში ისედაც არა მხოლოდ 93 კვადრატი, არამედ დაახლოებით 160 კვადრატამდე იყო. ასევე სურს თქვენი ყურადღება გავამახვილო 38 გვერდზე, რომლის მიხედვითაც, როდესაც მოსარჩელე უთითებს, რომ განარა მოცულობის კლდე ჩამოიჭრა, აღნიშნული ნახაზის მიხედვით, ამ ასე ვთქვათ, ჩამოჭრილი კლდის სიგანე დაახლოებით და ფართი, რომელიც შემდგომში ამოშენებული იქნა 3 მეტრსა და 40 სანტიმეტრამდე აღწევს. სარჩელის 59 გვერდზე სურს თქვენი ყურადღება ასევე გავამახვილო, რომლის მიხედვითაც ირკვევა ჯერ კიდევ 2012 წლის დეკემბერში და 2013 წლის 10 იანვარს მიმართეს მოსარჩელეთა, ასე ვთქვათ, წარმომადგენლებმა, რომ თბილისის განვითარების ფონდიდან გამოეთხოვათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ბედი უნდა სწეოდა გადრდილ ფართს. აღნიშნული ადასტურებს, ასე ვთქვათ, იმ გარემოებას, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის ბოლოს და 2013 წლის დასაწყისში მათთვის ცნობილი იყო ფართების გადრდილის შესახებ. ასევე თქვენი ყურადღება სურს გავამახვილო სარჩელის 62 გვერდზე, რომელიც ეხება იჯარის ხელშეკრულებას, კერძოდ იჯარის ხელშეკრულების 62. კერძოდ იჯარის ხელშეკრულების მერვე მუხლი, პირველი, მეორე და მესამე პუნქტები, რომლის მიხედვითაც საწყის ეტაპზე მოიჯარე საერთოდ თავისუფლდებოდა იჯარის თანხის გადახდისაგან, ხოლო შემდგომ საშეღავათო პერიოდით უნდა ესარგებლა 2018 წლის 5 ნოემბრამდე. ასევე თქვენი ყურადღება სურს გავამახვილო 2023 წლის 14 ივლისს მოპასუხეთა წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებაზე და თანდართულ დოკუმენტაციაზე, კერძოდ 31, 46 და 47 გვერდებზე აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ
ის კლდე, ასე ვთქვათ, რომელთან დაკავშირებითაც წერანაც მიგითითეთ, მოჭრილი იქნა ქალბატონი ლიას ათ გარდაცვლილი მეუღლის მიერ, ბატონი გიორგი გელაშვილის მიერ. აქ არის მეზობლების მიერ ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადებები და ასევე მერიის ზედამხედველობის უფროსის მიმართ წარდგენილი განცხადება, რომელიც ჯერ კიდევ 2009 წელს არის წარდგენილი, სადაც დეტალურად არის მითითებული, რომ ბატონი გიორგი გელაშვილი ჭრიდა კლდეს. ასევე სურს თქვენი ყურადღება გავამახვილო 54 გვერდზე, რომელიც თბილისის განვითარების ფონდის წერილს ეხება 2014 წლის 20 მაისის წერილია. აღნიშნულთან დაკავშირებით ახსნა განმარტებაზე და შეკითხვების ეტაპზეც გვქონდა საუბარი და გვაინტერესებდა ზუსტად როდის იყო ასე ვთქვათ დასრულებული ეს რეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული წერილით ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2013 წლის 30 მარტს უკვე სრულად იყო დასრულებული აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული წერილი პასუხია განცხადებაზე თანდართული 56 გვერდზე თანდართული განცხადებისა, რომლის მიხედვითაც წარმომადგენლებმა მოითხოვეს თუ როდის იყო აღნიშნული სარეაბილიტაციო პროცესი დასრულებული და ასევე სურს თქვენი ყურადღება გავამახვილო განცხადების 66 გვერდზე, კერძოდ პირველი მუხლის პირველ პუნქტსა და მესამე მუხლის მეოთხე პუნქტებზე აღნიშნავს. ეს იცი რომ განცხადებაზე საქმეთან ცოტა სხვანაირად არის ნომრები. 14.07.2023 წლის განცხადება ქალბატონი მარინე ცუცქიძის მიერ შემოტანილი განცხადება. განცხადების რა ნაწილზე საუბრობთ? კერძოდ საუბრობ თბილისის განვითარების ფონდსა და ბატონ გიორგი გელაშვილის შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელთაც ეს სარეაბილიტაციო სამუშაოები შეთანხმდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მიგითითეთ განსაკუთრებით ერთი ხელშეკრულების 1.1 და 1.2 პუნქტებზე ერთი პუნქტში ვკითხულობთ, რომ დემონტაჟის შედეგად მესაკუთრეს გადაეცემა არანაკლებ ამჟამად მის საკუთრებაში არსებული ფართი. ანუ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის მესაკუთრეთათვის ზუსტადად მოსალოდნელი იყო, რომ არა მხოლოდ ის ფართი შეიძლება მიიღოს რეაბილიტაციის შემდეგ, არამედ დამატებით კიდევ უფრო მეტად გაზრდილი ფართი. და ასევე მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილოს 9 პუნქტი მაქვს მონიშნული, შევხედავ. და აღნიშნული ასე ვთქვათ ხელშეკრულების მიხედვით ეს რეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2013 წლის 1 იანვრამდე. და ის წერილი 2014 წლის სადაც მიგითითეთ, მან საუბარია, რომ ხელშეკრულება ჯერ უნდა იქნა შესრულებული და ამასთან დაკავშირებით არც მხარეს სარუდგენია იქ რაიმე პრეტენზია და არც ამ პროცესის ფარგლებში არ გვაქვს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ასე ვთქვათ ეტვის შეტანის საფუძველს გამოიწვევდა, რომ 2013 წლის 1 იანვრისთვის დასრულებული არ იყო. ანუ 2013 წლის 1 იანვრიდან გასულია 10 წელი და დაახლოებით 6 თვე მას შემდეგ, ვიდრე სარჩელი იქნა შემოტანილი. და აღნიშნული ვფიქრობ ხანდაზმულობის საფუძველიც არის, რა თქმა უნდა. დანარჩენს საპარეკო სიტყვაზე მოგახსენეთ. აიქო. გავიწყოთ. კი ბატონო, ფაქტური გარემოებებით დავიწყებ. რაც სადავ არ არის, იმაზე არ შევჩერდები. ძირითადი თავის გარემოება, ყოველთვის ერთ-ერთი ძირითადი იყო ის, რომ წინააღმდეგი მხარე სადავ ახალად ეხლა საუბრობთ იმის შესახებ, რომ საიდან არის წარმოქმნილი ეს სადავო ფართი, არის კლდეში გამოიკვეთილი თუ არის თბილისის მერიის შესაბამისი სტრუქტურის მიერ შენობის რეაბილიტაციის შედეგად წარმოქმნილი ფაქტი. პირველ რიგში კლდეში გამოწვევს რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ არათუ რაიმე დოკუმენტი არ არის ამასთან დაკავშირებით წარმოდგენილი თუ მარჯვნიერად რაიმე სამუშაოები შესრულდა, შეეძლოთ რა თქმა უნდა
საკუთრებაში დაერეგისტრირებინა, მაგრამ მე წინასწარმეტყველზე შეკითხვის სახითაც დავსვი არც მაშინ მე მიღია პასუხი და არც ეხლა და რა ვიცი შეიძლება საპატიო სექტორის დროს დააზუსტონ. ზეპირად მაინც ხო უნდა იყოს გაცხადებული, რომ კლდეში გამოვიჭერით 3 კვადრატი, 5 კვადრატი, 7 კვადრატი. ჩვენ გვაქვს საქმეში წარმოდგენილი 315 კვადრატული მეტრის შესახებ აზომვითი ნახაზი და დამატებით ამაზე მოგახსენებთ. თუ კლდეში გამოჭრეს დაუშვათ ამ 315 კვადრატიდან რაღაცა x კვადრატი, ზეპირად მაინც შეუძლიათ განაცხადონ და ეგება არ ვიდავებით. ეხლა აქ გადავალ ეს 315 კვადრატი რა არის, მაგრამ ყველა ძალიან კარგად ხდება, რომ კედელში შეჭრის შედეგად და რა ქვია, ოთახის გაფართოების შედეგად 315 კვადრატის წარმოქმნა დამატებითი ფართის არის შეუძლებელი. აქედან გამომდინარე, კლდეში გამოჭრილ ფარზე არ წერილობის დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი და ამაზე რაღაც მე გამიჭირდება პასუხის გაცემა და სასამართლოსაც ალბათ არგუმენტად მიიღება. თუმცა ზეპირად მაინც რომ წარმოედგინოთ, რომ რა ფარს კონკრეტულად აი ამდენ კვადრატულ მეტრს და როგორ სართულზე დაობენ, შეიძლება და ჩვენ გაგვეთვალისწინებინა ეგ, იმიტომ რომ არ არის ასე ვთქვათ ეგ დავით ძირითადი მიმართულება. ეხლა რაც შეეხება იმას, თუ რაც საქმეში არის წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები პრინციპში უდავოდ. ის რომ რეაბილიტაცია ჩატარდა შენობაზე მერიის შესაბამისი სტრუქტურის მიერ ეს სადავო არ არის, წარმოდგენილი არის დოკუმენტები და თვითონ მხარეც ამას ამ დოკუმენტებზე მითითებას ახდენს. საქმეში დევს 2013 წლის 16 იანვრის წერილი 1/22, რომელიც ჩვენ სარჩელს ერთვის და საوارი დოკუმენტი არის, სადაც არამარტო ის დასტურდება, რომ მერიის მიერ ჩატარებული რეაბილიტაციის შედეგად წარმოიშვა დამატებითი ფართი, არამედ დასტურდება ისიც მერიას მითითებული აქვს, რომ ეს არ არის, ასე ვთქვათ, მერიას არ გააჩნია საკუთრების უფლებაზე პრეტენზია ამ ფაქტთან დაკავშირებით და ის არის მესაკუთრეების იქ არსებული მესაკუთრეების ქონება, რომელიც მათ ურთიერთშეთანხმების გზით უნდა გადაწყვეტოს მისი ბედი. ეს არის კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ 2013 წლის 16 იანვრის წერილი საქმეში დევს, სადაც ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურა ადასტურებს იმასაც, რომ ეს ფაქტი წარმოიშვა რეაბილიტაციის შედეგად და იმასაც, რომ ეს ფაქტი არის არა მერიის, არამედ კერძო მესაკუთრეების საერთო ქონება. ეხლა რაც შეეხება წერილს, რომელზეც ახლა ჯერ აზომვით ნახაზზე ვიტყვი, რომელზეც სასამართლოს დავალება წარმოადგენს ფერადი დოკუმენტი, აქ რა ვიცი შეძლებს დაგვარას თავი დროზე ვთხოვეთ ჩვენ სპეციალისტის შეედგინა, რომ მაქსიმალურად გარჩევები ყოფილიყო, ციფრებიც მითითებული არის, ფერებიც მითითებული არის, რა ფართი იყო საკუთრებაში, ეგ ისედაც არ არის სადავო, იმიტომ რომ საჯარო რეესტრში არის, ასე ვთქვათ, რაც ის ფერით არის, სადაც ძველი მესაკუთრეების საკუთრება და სალათისფერი ფერით არის მითითებული რა ფართი არის რეაბილიტაციის შედეგად წარმოქმნილი. მარტივი არითმეტიკა არის პირველ სართულზე ეს არის 45 კვადრატი დამატებული, მეორე სართულზე 62 კვადრატი და მანსარდზე 204 კვადრატი არის დამატებით ანდრესოლის გარდა წარმოქმნილი, რაც ჯამში შეადგენს 315 კვადრატულ მეტრს. ეს არის აზომვითი ნახაზი, რომელიც შედგენილი არის შესაბამისი ლიცენზირებული სპეციალისტის მიერ. და რა ვიცი, დარჩენ ციფრებზე არის შენიშნა, თუ რაიმე სხვაზე შეიძლება იყოს შენიშნა. ამ დოკუმენტთან დაკავშირებით საინტერესო იქნება მოვისმენთ. ეხლა რაც შეეხება კიდევ ერთ წერილს, რომელზეც თვითონ მოწინააღმდეგე მხარემ გააკეთა მინიშნება, თუ გახსოვთ ქალბატონო მოსამართლეობის წინასწარმეტყველზე 2014 წლის 5 მაისისო არ მოხსოვდა მართლობა გითხრათ ზეპირად ეს წერილი და თუ ჩავხედე რა თქმა უნდა დღევანდელი სხდომისთვის, ნამდვილად ეს არის მანუალურ კოლეგებს თბილისის განვითარების ფონდის მიერ გამოგზავნილი წერილი 2014 წლის 5 მაისის მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არის ეს მითითებული, სადაც ძალიან კარგი წერილი არის, მითითებული არის ამ წერილში პირდაპირ რამდენი იყო რეაბილიტაციამდე ეს ფართი და რეაბილიტაციის შედეგად რა ფართები წარმოიშვა დამატებით. მე ვთხოვ სასამართლოს მითითებულების გამოკვლევის დროს ახლა არ არის საჭირო ხოლმე რა ვიცი პროექტის დროსაც შეგვიძლია ამის გაკეთება. უბრალოდ ვთხოვ სასამართლოს, რომ აი 2014 წლის 5 მაისის წერილს, რომელზეც თვითონ მოწინააღმდეგე მხარე ჩვენ მიგვიცდა, მართლაც ეს არის ძალიან კარგი წერილი იმ ძირითადი გარემოების დასადგენად ჩაშლილი არის სპეციალურ მოსამართლეს. იქაც პირველ სართულზე რამდენი იყო რეაბილიტაციამდე, რამდენი ოთახი იყო, რამდენი კვადრატული მეტრი იყო და რეაბილიტაციის შემდეგ რა დაემატა. პირველ სართულზეც, მეორე სართულზეც ერთადერთი ამ წერილში არ არის ანტრესოლის და მანსარდის კვადრატულობა მითითებული, თუმცა მითითებული არის, რომ რეაბილიტაციის შედეგად ეს ანდრესოლის პროექტის იყო გათვალისწინებული და აქვე მითითებული არის, რომ დამატებით საჭიროებს აზომვით ნახაზს ამ ფაქტების დაზუსტება უკვე რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდგომ ეს აზომვითი ნახაზი უკვე წარმოდგენილი არის ჩვენს მიერ.
და ბოლოს იმასთან დაკავშირებით ეხლა ეს 315 კვადრატული რა არის, რა ვიცი, ისეთი ასე ვთქვათ დოკუმენტების გამოკვლევის დროს წინასწარმაზე ისიც მოვისმინეთ, რომ მე-11 შევეპარა ხა როცა ვიცი ეს შენობა, მაგრამ მართლაც კლდეში გამოკვეთის შედეგად ხო არ არის ეს რა ვიცი, დაემატა, არ დაემატა რაიმე. საქმეში დევს თვითონ რეაბილიტაციის პროექტი. მთელი თავისი არქიტექტურული დეტალებით, ნახაზებით, ციფრებით და ყველაფრით. მე-6 ფურცელს ამასაც თხოვდნენ სასამართლოს, როდესაც საფუძვლად გავა ყურადღება მიაქცეთ, თუმცა აქ სადემონსტრაციო გამოვიყენეთ ცალკემა გამოღებული, აგერ არის რეაბილიტაციამდე და აგერ არის მანსარდის დამატებული რეაბილიტაციის შემდეგ. ეს დევს საქმეში თბილისის განვითარების ფონდის რეაბილიტაციის პროექტი და არის ჩვენი ნახაზი არ არის, ჩვენი გადაღებული ფოტო არ არის, ამ პროექტში დევს მე-6 ფურცელი შეუძლია სასამართლოს მიენიშნოს, სადაც რა დაემატა ვიზუალურად სახმადია. ძირითადი ფაქტი, რა თქმა უნდა, რომელიც არის დამატებული ამ რეაბილიტაციის შედეგად არის სწორედ მანსარდის სართული. დარჩენს ახლა სასამართლო თვითონაც დააჯავეს აზომვითი ნახაზის რეაბილიტაციის პროექტის და მერიდას გამოგზავნების წერილების საფუძველზე ეს არის 315 კვადრატული მეტრი, რომელიც რეაბილიტაციის შედეგად შეიქმნა სამ სხვადასხვა სართულზე. რაც შეეხება იჯარასთან დაკავშირებით, იჯარის ხელშეკრულება რომ დადებული იყო მადლობა სადაო არ არის, ის რომ ის დადებული იყო არაუფლებამოსილების ხარის მიერ, ანუ ვინც არ იყო მესაკუთრე მაგ ფარგლზე, რაც იჯარის შედეგად გაიცა, რაც იჯარის ხელშეკრულებაში არის მითითებული 271 კვადრატი, მაშინ როცა საჯარო რეჟიმში 83 კვადრატი არის მხოლოდ მესაკუთრეზე, ეგეც სადაო არ არის, თანხების გადახდა რო ხდებოდა, ეგეც სადაო არ არის. შემოდავება არის აქაც იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულებაში რაც არის გათვალისწინებული თანხა, ის თანხები კი არ იყო გათვალისწინებული, არამედ რაღაც პანდემიის თუ რაღაც სხვა საშეღავათო პირობების გამო ნაკლების გადახდა ხდებოდა რეალურად. აქაც ისევე როგორც კლდეში გამოჩნდა ფაქტთან დაკავშირებით, ორი მხარეს გვაქვს ისევ ისეთი. ჩვენ წარმოვადგინეთ, ფაქტთან დაკავშირებით ვისაუბრე უკვე და იჯარის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოვადგინეთ იჯარის ხელშეკრულება. თუ არ იყო ეს თანხები სრულად აღებული იყო ნაკლები თანხა, მხარეს შეუძლია წარმოადგინოს, რომ $2000 კი არ ქონდა აღებული, ჩვენ აღებული ქონდა თუ საერთო ჯამში დავუშვათ ამდენ ამდენი თანხა შეიძლება დავეთანხმოთ, მაგრამ საქმეში ამ წუთას დეს ერთი მტკიცებულება, ეს არის იჯარის ხელშეკრულება, რომელიც სადავოდ არავის არ გაუხსია, საიდანაც დასტურდება ის, რომ არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთო ქონება იყო იჯარით გაცემული და აქედან ამოღებული იყო თანხები. დარჩენილი მეოცე ფაქტურულ გარემოებაში აწესრიგა პატიმრობო სამართლო, ეს არის არითმეტიკა უბრალოდ დაანგარიშებული გვაქვს გამომდინარე იმ ფაქტებში, რაც დღეს არის კანონიერად საჯარო რეესტრში გატარებული ამ შენობაში, რამდენი არის მაიაროხვაძის იდეალური წილი, ანუ გამომდინარე იქიდან, რომ სულ არის კერძო საკუთრებაში რეესტრის მიერ გატარებული 167 კვადრატი, ხოლო მაიაროხვაძეზე არის რეგისტრირებული აქედან 5.85 შესაბამისად გამოდის 1.39 მისი წილი, ხოლო ალბერტოანელის წილი გამოდის 167-დან 40 კვადრატი არის 1/4 ნაწილი. ამას მნიშვნელობა აქვს უკვე მოთხოვნების ფორმირების დროს, როდესაც საერთო ფაქტთან დაკავშირებითაც ვაყენებთ ტილობრივ მოთხოვნას, რომ რა ფაქტის ასე ვთქვათ თანამესაკუთრედ უნდა იქნეს აღიარებული ერთი და მეორე მესარჩელე და აგრეთვე მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებითაც პროპორცია დაყენებული არის, რომ იმ თანხიდან რაც იმ კომპანიამ გადაიხადა იჯარის შედეგად ითხოვენ იმ წილს, რაც გააჩნიათ საერთო საკუთრებაში, როგორც ეს ისე მეორე მოსარჩელე. მოთხოვნას რაც შეეხება არის ორი მოთხოვნა, ერთი რომელიც აქ პირველ ხომაზე დავაზუსტეთ, რომ მაიაროხვაძე ცნობილი იქნეს რეაბილიტაციის შედეგად წარმოქმნილი 315 კვადრატული მეტრზე უძრავ ქონებაზე 1.39, ხოლო ალბერტოანელი 1/4 თანამესაკუთრედ უკვე ფაქტობრივ საფუძველზე ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, იურიდიული საფუძველი მისცემული გვაქვს, აღარ მივთითებ დეტალურად და მისცემული სამოქალაქო კოდექსის 957 მუხლები საზერო ქონების საგნის მართვას, გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით და გარკვეულწესთან დაკავშირებით, ერთ არის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. წინასწარმაზეც იყო პასუხი გამეცემა, დღესაც აკვალიფიკება ახსენეთ. ხანდაზმულობასთან დაკავშირებით ვერ მივხვდი, ჯერ რომელ მოთხოვნასთან მიმართებაში აყენებენ, ალბათ მე დააზუსტებენ კიდევ ვისაუბროთ ვისარგებლებ რეპლიკის უფლებით პირველ მოთხოვნასთან დაკავშირებით თუ მეორე მოთხოვნასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თუ საუბრობთ პირველ მოთხოვნაზე, საერთოდ საიდან აითვლება ხანდაზმულობა? ეს ქონება რომ დაერეგისტრირებინათ რეესტრში, დაუშვათ რაღაცა 2014 წელს, ასეთ შემთხვევაში გასაგები არის, რომ შეიძლება ხანდაზმულობის ვადა ათვლილი იყო იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენი მხარე გაიგებდა, რომ აი მათ დაირეგისტრირეთ რეესტრში სიტყვაზე
14 წელს და 2024-ში გავიდა ვადა. არ არის ახლა ეს დარეგისტრირებული და თუ იმაზე არის საუბარი, რომ ფაქტობრივად ეს ქონება არსებობს და რატო არ მოვითხოვეთ, ეს ძალიან კარგად იცით თქვენ, რომ ხალხი სისტემური რეგისტრაციის და სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში რა ვიცი, იმ ქონებას ირეგისტრირებს, რომელიც 30, 50 და 70 და 80 წელია ფლობს, არსებობს ეს ქონება, ანუ ხაზგასმულობის ვადის აცვლა იქიდან რომ ქონება როდის წარმოიქმნა, ეხლა ახსენებს რა რეაბილიტაციის ფონდმა როცა დაასრულა მუშაობა. ეს ჩვენთვის გაუგებარი არის რა კავშირში არის. ეს ქონება არსებობს, ესაც არსებობს, მოციდამდეგი მხარის მიერ რეგისტრირებული არ არის, აქედან გამომდინარე ხაზგასმულობის ვადის დენათა უნდა იქნეს დაწყებული. რაც შეეხება მეორე მოთხოვნასთან დაკავშირებით, აქაც ანალოგიური საკითხი არის, რომ აქ საერთოდ 2015 წლის აგვისტოდან არის მოთხოვნა ჩვენს მიერ დაყენებული და ხანგრძლივობის ვადა დღესაც კი არის დასული, არა მარტო არათუ სარჩელის დაყენების მომენტისათვის. ამიტომ თუ დააზუსტებს მე მხარი რომელ მოთხოვნასთან დაკავშირებით რამდენი წლიან ხანგრძლივობას და რის საფუძველზე ანგარიშებენ, ამასაც რა თქმა უნდა დამატებით რეპლიკაში ჩვენ პოზიციას სასამართლოს დავფიქსირებთ და რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას, ეს შეეხება იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გასაგები არის, რომ იყოს საერთო ქონება, ერთმა მხარემ, რომელსაც არანაირი უფლება არ ჰქონდა, მან გადასცა არითმეტიკაში გამოთვლილი და როგორც საკუთარი ქონება, ამაზე რა თქმა უნდა ჩვენ პრეტენზია არ აქვს 93 კვადრატი. ასევე საერთო მფლობელობაში რომ უნდა ყოფილიყო ის ქონება 271 კვადრატი არის ხელშეკრულებაში მიღწეული, რა თქმა უნდა 93-ს ვაკლებთ ჩვენ, შესაბამისად იმ 93-ის პროპორციულად რაც ერგებოდა წილი თანხმობრივად, იმას ჩვენ საერთო გასაყოფშიც არ ვანგარიშობთ და რაც რჩება იქიდან, გამოდის 1.39 წელი მაია როხოძისთვის და 1.4 ალბერტო ანელისთვის, რაც არის ციფრული გამოხატულებაში $79 როხოძისთვის და $500 ამერიკული დოლარი, უნივერსი მეოთხედი $200 ალბერტო ანელისათვის და მაგათ არითმეტიკა იგივე გამეორებული გვაქვს, რაც ფაქტობრივ გარემოებებში მოგახსენეთ. ეს არის ჩვენი ორი სასარჩელო მოთხოვნა და რაც თუ კიდევ დამატებით იქნება რაიმე ასე ვთქვათ საჭიროება რეპლიკის დროს გამოვხმოთ სწორედ. მოხმარებასთან არის. იბათ. მოსმართლე ვიდრე საფაიქრო სიტყვას დავიწყებთ, ზოგადად მოსმის რომ ხარის უფლება სამართლებრივი საფუძველი შეიძლება საერთოდ არ მიუთითოს. უბრალოდ კარგად ვერ მიუხვით სარჩელში მითითებულია აფინანსების საკუთრე თანხმოვანების შესახებ კანონის საფუძველი. ახლა ახსენა სამოქალაქო კოდექსის ნორმებიდან, რომ ვიცოდე რომ აი მაგ მიმართულებით თქვა მე საფაიქრო სიტყვა და მათ შორის თუ მხარეს არსებობს საკონკრეტება, ჩვენ რომ ვიცოდეთ სასამართლოს და მიმართულებით გამომახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ ისი არ მოხდეს, რომ ერთი კანონიდან გამომდინარე ითხოვდეს მხარე რაღაცას და სასამართლომ სხვა კანონიდან მიაკუთვნოს და ამასთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოს პრაქტიკაც არსებობს, რომლის მიხედვითაც მხარეს უნდა მიეცეს ასე ვთქვათ იმ კონკრეტული მიმართულებით შედარების უფლება, რაც პროცესზე არ ყოფილა, იმიტომ რომ მხარეს არასწორად ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი მიღწეული. თუ დავიკონკრეტებთ, კარგი იქნება თუ არა და დავიწყებთ და გავუმეტყველებთ. ორივე სუციტებს ჩვენ პრინციპში არის ზოგადი და სპეციალური ნორმა, სამოქალაქო კოდექსის ნორმები საზიარო ქონების შესახებ, რომელიც ჩვენ მივუწევთ არის ზოგადი, ზოგადად საზიარო ქონებასთან დაკავშირებით, ხოლო კანონი საკუთარი დამხმარების შესახებ, რომელიც სარჩელში თვალყითებული, ეს შეეხება სპეციფიურად იმის მესაკუთრეების საერთო ქონებას, უბრალოდ ქონებას. ამიტომ ორივე სუციტებს. ასე გეძია. მოკლედ, რამოდენიმე მნიშვნელოვანი გარემოებაა ჩემი აზრით, რატოც საერთოდ სარჩელი არის უსაფუძვლო და მთლიანი აქ საქმის წარმოების განმავლობაში არ გამოგიწია. მხარემ ახლაც მიუთითა სარჩელის სუციტებს, რომ აღნიშნული ფართი, ასე ვთქვათ, რაც გაზრდილია, უნდა მოხდეს ფინანსების საკუთრე თანხმოვანობის შესახებ კანონის მიათე მოხლის მეორე ნაწილი აქვს მითითებული. აღნიშნული კანონის ჩანაწერს თუ ვნახავთ, კითხულობთ შემდგომს, რომ ფინანსების საკუთრე თანხმოვანობის წევრთა საერთო ქონების განვითარების შედეგად ფინანსების საკუთრე თანხმოვანობის წევრთა საერთო ქონების ფართობის ცვლილების შემთხვევაში უნდა მოხდეს ფინანსების საკუთრე თანხმოვანობის წევრთა წილების გადაანგარიშება და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ანუ საუბარი არის საერთო ქონებაზე. იმისთვის რომ გავიგოთ თუ რა არის საერთო ქონება, ამისთვის გვჭირდება ვნახოთ აღნიშნული კანონის მეხუთე მუხლი. მეხუთე მუხლის პირველი ნაწილი ამბობს, რომ
ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწისმოქმედი სახლის ნაწილი და ის შენობა ნაგებობი დანადგარების საინჟინრო ქსელები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება. ანუ იმისთვის რომ რაღაცა მივიჩნიოთ საერთო ქონებად, ამისთვის აუცილებელია რომ ეს ქონება არ იდენტიფიცირდებოდეს როგორც ინდივიდუალური საკუთრება. ახლა რაც შეეხება რა არის ინდივიდუალური საკუთრება. ინდივიდუალური საკუთრების განმარტებას გვაძლევს მეოთხე მუხლი ამავე კანონის და ეს კანონი ამბობს რომ ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების სარდაფები, სხვენები და ასე შემდეგ. ანუ არ არის ამომსურავი. ანუ იმისთვის რომ ზოგადად საერთო საკუთრებად მივიჩნიოთ, მხარეს უნდა დაედასტურებინა, რომ აღნიშნულ გაზრდილ ფაქტს, თუნდაც რეაბილიტაციამდე ან რეაბილიტაციის შემდეგ, რაღაც მომენტში ერთი დღით მაინც ფლობდა და რაიმე, ასე ვთქვათ, ფლობელობის დამადასტურებელი მტკიცებულება უნდა წარმოედგინა. მხარემ არათუ შეეცადა, რომ აღნიშნული გარემოება დაედასტურებინა, არამედ სადავოდაც არ გაუხდია ის ფაქტი, რომ ფლობელობაში ჰქონდა მთელი ეს რეაბილიტირებული ფაქტი რეაბილიტაციამდეც და რეაბილიტაციის შემდეგაც. შესაბამისად, შეუძლებელია მეათე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. უფრო მეტიც, ვფიქრობთ, რომ საერთოდ არ არსებობს ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონის გამოყენების წინაპირობები. ვინაიდან მაშინ, როდესაც აღნიშნული ფაქტის რეაბილიტაცია ხდებოდა, მთელი, ასე ვთქვათ, ამ უძრავი ქონების მესაკუთრე იყო ორი ადამიანი. ეს იყო ქალბატონი ილია გელაშვილი და ეს იყო მანანა ივშიძე, საიდანაც შემდგომში მოსარჩელებმა, ვისგანაც შემდგომში შეიძინეს კონკრეტული უძრავი ქონებები. აქვე ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ტერმინთა განმარტებები, რომელთა მიხედვითაც იმისთვის რომ აღნიშნული კანონი ზოგადად გავრცელდეს, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრება. ან ორმე საკუთრეზე მეტი უნდა არსებობდეს. შესაბამისად, ზოგადად აღნიშნული კანონის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს. ახლა რაც შეეხება საერთო, ასე ვთქვათ, საზიარო უფლებებს, რაც 953 მუხლიდან იწყება სამოქალაქო კოდექსში. აღნიშნულთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ არც ერთი ჩანაწერი და არც ერთი ნორმა არ ითვალისწინებს ისეთ შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც პირს ფლობელობაში გააჩნია კონკრეტული ქონება, ფლობს, განკარგავს, უვლის და იმის განკარგავს, ფლობს და უვლის. როგორ? ვერ განკარგავს, ფლობს და უვლის. განკარგავს, ფლობელობაში აქვს და განკარგავს. გააგრძელეთ. ხო, რომ განკარგავს, მაგის დამადასტურებელი, რა ვიცი, ჯარისკაცის შექმნილებაც არის, მასალა შემთხვევაში წარმოადგენელი და უვლის და ასე შემდეგ. თუ გასხვისებას გულისხმობთ, შუქებას გულისხმობთ, კი ბატონო, თქვენი ასე ვთქვათ, შესათავსებელი აღნიშნული საკითხი გადამწყვეტი საერთოდ არ მგონია. წარმოდგენილი აზომვითი ნახაზი რაც არის, აი, თვალნათლივ ადასტურებს, რომ თვითეული ეს შემატებული ფაქტი, თუ კი რაიმე შეემატა, მხოლოდ და მხოლოდ მომიჯნავია და მხოლოდ მფლობელობაშია გელაშვილების ოჯახი. არც ერთი, ასე ვთქვათ, მკაბელიც კი არ ემიჯნება გაზრდილი ფაქტი მოსარჩელეთა ფაქტს. შესაბამისად, გაუგებარია სრულად რა სამართლებრივი საფუძვლით შესაძლებელია მიეკუთვნოთ. ანუ არანაირი ნორმა არ არსებობს ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ფაქტობრივ, ასე ვთქვათ, უსწორობებს ჩემი აზრით, რათაც მხარე უთითებს. წეგან მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეც გავამახვილეთ თქვენი ყურადღება სარჩელის 37 გვერდზე, სადაც მხარი ამბობს, რომ მხოლოდ 83 კვადრატი იყო რეგისტრირებული და აი 315 კვადრატი დაემატა. მაგრამ იქ 37 გვერდზე არის ეს ნახაზი, სადაც ვკითხულობთ, რომ მფლობელობაში მეორე სართულზე რაც ფართი არსებობდა, იყო 160 კვადრატი, რაც გელაშვილებს ჰქონდათ რეაბილიტაციამდე. აქ არის ნახაზი წარმოდგენილი. ამ ნახაზის ფარგლებში
ხედავთ რომ არის ერთი სივრცე 26 კვადრატიანი, 2 კვადრატიანი, 3 კვადრატიანი, 22 კვადრატიანი, 2 15 კვადრატიანი, 8 კვადრატიანი, 18 კვადრატიანი და 51 კვადრატიანი. ანუ აღნიშნული განვითარების ფონდის პროექტში ვირა. ანუ ეს პროექტის კონკრეტული ნახაზი ასახავს რეაბილიტირებამდე არსებულ მდგომარეობას. შესაბამისად, მხარის მიერ მითითება, რომ თითქოს მხოლოდ 83 კვადრატი იყო. სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე მხარემ, როდესაც 2014 წლის 5 მაისის განცხადება წაიკითხა, იქ კარგად შეარგინა, ასე ვთქვათ, რომ პროექტი ითვალისწინებდა რეაბილიტაციამდეც და რეაბილიტაციის შემდეგაც ანტრესოლსო. კი ბატონო, ანტრესოლიც რაც დაემატა, აღნიშნული, ასე ვთქვათ, ანტრესოლი დამატებულია მხოლოდ და მხოლოდ გელაშვილების ინდივიდუალურ საკუთრებას, რომელზეც ისევ და ისევ ხდება მხოლოდ მათი მფლობელობა. და განკარგოთ შევინაცვლით. ხო. სხვა კიდევ მხარეს არათუ მტკიცების სურვილი ჰქონდა და ვერ დაამტკიცა, არამედ სადავოც არ გაუხდია ის, რომ ჩვენი მფლობელობა მთლიანად ამ პერიოდის განმავლობაში და ასე ვთქვათ, არანაირი წინაპირობა არ დაუდასტურებია, რომელიც მხარეს და სასამართლოს ზოგადად ჩაათვლებინებდა, რომ აღნიშნული ქონება არა ინდივიდუალური საკუთრებაა, არამედ საერთო ქონებაა და უნდა გამოვიყენოთ ეს მეათე მუხლის მეორე ნაწილი. შესაბამისად, არ არსებობს არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი, რაც შესაძლებელია საფუძვლად დაედოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. კიდევ ერთი დეტალი. მხარე უთითებს, რომ თითქოს 167 კვადრატი გაყოფილი 44-ზე არის 1/4. არ არის 1/4 და ესეც სასამართლოში შეცდომაში შეყვანა, რა ვიცი, ეს მარტივი მათემატიკაა, იმის რომ 1/4 იყოს, 170 კვადრატი უნდა იყოს 4-ზე რომ გაუმრავლებდით და ამ მიმართულებითაც არასწორად არის სასარჩელო მოთხოვნა ჩამოყალიბებული. იჯარის ხელშეკრულებასაც შეეხება. ჩვენი მხრიდან არ ვიცი, მხარე შესაძლებელია არ გაეცნო, მაგრამ ამ მონაწერით არის წარმოდგენილი, სადაც ჩანს ის, ასე ვთქვათ, საშეყავათო პერიოდი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნაკლები ოდენობით ირიცხებოდა. დანარჩენი, რაც მიგითითეთ მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე, კონკრეტული პუნქტებია, რომელთა მიხედვითაც რამოდენიმე თვე საფრთხის ეტაპზე საერთოდ აღმა გადაეხადა, იმიტომ რომ აღნიშნულ ფართს რემონტი სჭირდებოდა და საიჯარო მიზნებისთვის, ასე ვთქვათ, ფართი უნდა გარემონტებულიყო, ხოლო რამოდენიმე, ასე ვთქვათ, 2018 წლის ნოემბრამდე უნდა გადახდილიყო არა იმ ოდენობის თანხა, რაც ზოგადად გათვალისწინებული იყო $2000, არამედ თუ სწორად მახსოვს $1500. ანუ აღნიშნული, ასე ვთქვათ, დამატებით მტკიცებულების წარმოდგენის აუცილებლობა და ვალდებულება ჩვენ ნამდვილად არ გქონია. თუ იმისგან განსხვავებულ თანხას ვიღებდით, რაც ხელშეკრულებაში მხარეს ეკისრება და რა ვიცი, პირიქით მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა აღნიშნული გარემოება. სხვა მხრივ, რა ვიცი, თუ რამე გამოგჭა. მასშტაბი ნებისმიერი არჩევის დაკმაყოფილების წინაპირობა გახლავთ ერთის მხრივ სადავო ფაქტობრივი გარემოებების მოსარჩელის სასარგებლო დადასტურება და მეორე ის, რომ ეს ფაქტობრივი გარემოებებისგან უნდა გამომდინარეობდეს სასარჩელო მოთხოვნა, ანუ იურიდიულად უნდა იყოს გამართლებული. მოცემულ შემთხვევაში, რომ დავაჯამოთ, გარდა იმისა, რაც ჩემმა კოლეგამ ისაუბრა, სიტუაცია გვაქვს ესეთი. არის სახლი, სადაც არის ამჟამად 3, თავის დროზე იყო 2 ინდივიდუალური საკუთრება. ანუ ინდივიდუალური არა მარტო იურიდიული შინაარსით ინდივიდუალური, არამედ ფაქტობრივადაც ინდივიდუალურია, იზოლირებულია ერთმანეთისგან. ეს 3 ფართიც ამჟამად არის იზოლირებული. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც თბილისის განვითარების ფონდმა მოახდინა ამ სახლის რეაბილიტაცია, თავდაპირველად და ხელშეკრულებიდანაც ეს ჩანს, ჩადებული იყო ის იდეა, რომ ნებისმიერი ფართი, ასე ვთქვათ, რომელიც ჰქონდათ საკუთრებაში მესაკუთრებს, შეიძლებოდა გაზრდილიყო. ანუ ფართის გაზრდა იგულისხმებოდა აქ არა საერთო სარგებლობის, ასე ვთქვათ, ფართის ხარჯზე, არამედ მათ შორის ინდივიდუალური სარგებლობის და ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართების ხარჯზე. აქ გვაქვს ჩვენ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკვანძო მომენტი.
სამივე მესაკუთრის ფართები რო დავათვალიეროთ, ნახავთ რომ მათ საერთო გადაკვეთა, საერთო რაც შეიძლება ხოლმე ტროტუარია წინ, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არის, ხო? იმიტომ რომ ყველას აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი და ყველა ფართი აქვს, ასე ვთქვათ, ანუ ამ მესაკუთრეებს დინით, მთლიანი ან საკუთარი, ასე ვთქვათ, ფართით სარგებლობისთვის არ სჭირდებათ რაიმე ისეთი ფართის გამოყენება, რომელიც მათ რომელსაც ისინი, ასე ვთქვათ, ერთობლივად გამოიყენებდნენ. ანუ ერთს აქვს ერთი, მეორეს მეორე, მესამეს მესამე და გადაკვეთა ამ ფართებს შორის არ არსებობს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, როდესაც ფართები გაიზარდა, ყველას ინდივიდუალური საკუთრება გაიზარდა. იმიტომ რომ იმის თქმა რომ მხოლოდ მოპასუხების ფართი არის გაზრდილი, არ არის სწორი, მოსარჩევლების ფართი გაიზარდა რეაბილიტაციის პროექტის ფართებში. ამავე დროს გაიზარდა მოსარჩევის უმნიშვნელო ცვლილება მათთან, მაგრამ რამოდენიმე კვადრატი მანდაც არის, ასე ვთქვათ, განსხვავებული. შეიძლება 2-3 კვადრატზე იყოს საუბარი, მაგრამ როგორც ასეთი ცვლილება გარკვეული მანდაც მოხდა და საკანაც აღნიშნეთ მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზეც მივხვდით, რომ ამ, ასე ვთქვათ, შეთანხმების მიხედვით, რომელიც განვითარების ფონდსა და მინისტრს უბრალოდ და დაუბრუნდათ ჩვენი კოლეგის საუბარი. გეტყვით. აი მაგალითად 5 და რამდენი კვადრატი, 5 და 56 კვადრატითაც უნდა იყოს, ეგ არის ესეც 9 და 80 რომდელია. ანუ 4 კვადრატით გაიზარდა ეგ კონკრეტული ფართი. ხო, 5 და 85-იც უნდა იყოს, ეგ გახდა 9 და 85. ანუ შესაძლებელია, ასე ვთქვათ, იმ პროპორციის არ არის, არ ვამბობთ, რომ იმ პროპორციით გაიზარდა, მაგრამ ეს იმას აღნიშნავს, რომ მათ ჩვენი, ასე ვთქვათ, გაზრდილი ფართის მოთხოვნის უფლება აქვს. სხვადასხვა საკუთრებას ვსაუბრობთ. ანუ რეაბილიტაციის შედეგად ფართის გაზრდა გამოიწვია რამდენიმე რამ, მათ შორის იმან, რომ შიდა კედლები დათხელდა უფრო, იმიტომ რომ ძველი სახლი მოიხსენებოდა და ეს კედლები შენდებოდა, ეს კედლები მოიხსნა, სადაც შეიძლებოდა და უფრო თხელი, ასე ვთქვათ, კედლები იქნა ამოყვანილი და ასევე ის ნაწილი, რომელზეც, ასე ვთქვათ, ხარემს საპარეკრო სიტყვაში მიუთით, რომ მტკიცებულება არ არსებობს თითქოს იქ ქალბატონი მაია გელაშვილის მეუღლე კლდეს ჭრიდა, ლია გელაშვილის პოდეში მეუღლე კლდეს ჭრიდა, რის მტკიცებულებაც რეალურად არსებობს ჩვენს სარჩელში გვაქვს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს კი არ თქო, უფრო თქვა რამდენი იყო ის თუ რაც მოჭრაო. ანუ სურათებია ბატონო მოსამართლე, მიგითითეთ მაგ სურათებთან დაკავშირებით. სწორადღობა. ხო, მესმის ამ სიგანი, ასე ვთქვათ, სადაც დამატებით შემდეგ ამოშენება მოხდა არის ნახაზის მიხედვით მიგითითეთ წერან, რომ 3 და 40 სანტიმეტრამდეა მხოლოდ სიგანი. მე სპეციალისტი არ ვარ. მე ვერ დავიცვლი ამას, კედელი რო განიერი იყო და შეიწოდა სამოქალაქოს განმარტება პროცესიც მე მგონი არ სჭირდება კვალიფიკაციის უკანები უნდა ვთქვათ, ხო? კი ბატონო, მტკიცებულებებშიც არის რა თქმა უნდა საქმის მასალებში. და ქალბატონი ლია გელაშვილის მეუღლე მოჭრა იქ ფართი და შემდეგ ამ მოჭრილი და მომატებული ფართის ხარჯზე, რომელიც ასევე მათი ინდივიდუალური იყო, თბილისის, ასე ვთქვათ, განვითარების ფონდის რეაბილიტაციის პროექტში ესეც იქნა შეყვანილი და ამის ხარჯზეც მოემატა მათ შორის. სამართლებრივ საფუძვლებს რაც შეეხება, ხო, დავეთანხმები ჩემს კოლეგას და ვთქვი, რომ იმ შემთხვევაში, თუ კი ეს იქნებოდა საერთო სარგებლობისთვის დანიშნულების მქონე ფართები, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, სარჩელი საფუძვლიანი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნებოდა, თუ ამაზე უნდა გამოვიყენოთ ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონი, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ უნდა იქნეს გამოყენებული, ვინაიდან იმ დროს, როდესაც ეს ყველაფერი გაკეთდა, 2 ინდივიდუალური საკუთრება იყო იქ და 2-ზე მეტი უნდა იყოს კანონის მიხედვით იმისთვის, რომ ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობით გათვალისწინებული, ასე ვთქვათ, ურთიერთობები ჰქონდეს მრავალბინიან სახლში, იმიტომ რომ მრავალბინიანი სახლის განმარტება ესეთია 2-ზე მეტი. იმ დროს იყო 2. შესაბამისად, ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობა იქ იმ დროს არ იყო და აქ კანონით, ასე ვთქვათ, დათქმულად წარმოშობილად არ ითვლებოდა. აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში მიგვაჩნია, რომ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად გაამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, არ იქნა არც მითითებული და არც დადასტურებული.
მითითებულში გულისხმობთ იმას, რომ უნდა ყოფილიყო მითითება იმაზე, რომ იმ მომატებულ ფართებს, რომლის თანამესაკუთრედ აღიარებასაც ითხოვს მოსარჩელე, აქვს საერთო სარგებლობის დანიშნულება და იგი იმყოფება საერთო სარგებლობაში და საერთო მფლობელობაში. მოცემულ შემთხვევაში ეს ყველა ფართი, რომელიც მოემატა მოპასუხეებს, არის ინდივიდუალურ საკუთრებაზე მომატებული ფართები და არის ინდივიდუალურ მფლობელობაში და ინდივიდუალურ საკუთრებაში. მეტიც მხარემ რომ ცადოს იმის მითითება, რომ ეს ფართები არის საერთო სარგებლობის, მან უნდა დაადასტუროს ეს რაში გამოიხატება საერთო სარგებლობა, ხო? მოცემულ შემთხვევაში საერთო სარგებლობაში ეს საერთოდ ვერ იქნება, იმიტომ რომ მაგალითად თუ კი წინ ფრონტალურად უყურებთ ამ სახლს, მარჯვენა მხარეს კიბე სადაც შედის სადარბაზო სავით არის და იქიდან არის ასასვლელი მეორე სართულზე, რომელიც მოპასუხეების საკუთრებაში იმყოფება. იქ იმ კიბიდან მეტი ვერსად ვერ მოხვდები გარდა მოპასუხეების სახლისა. და მშენებულში, მომატებულშია ეს კიბეები, ხო? კი ბატონო, მომატებულშია ეს კიბეები, ეს მანამდეც იყო ეს კიბე, მანდ უბრალოდ ასე ვთქვათ, რეაბილიტაციის შედეგად სხვა ფორმა მიიღო და სხვანაირად ასე ვთქვათ, გაფორმდა და ამ მიმატებასაც კი ისეთი ფორმა აქვს, რომ გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ და მხოლოდ გელაშვილების ინდივიდუალური საკუთრების ფუნქციონირებისათვის. ანუ რეალურად ეს არის შესასვლელი, მარტივად რომ ვთქვათ და კიბის უჯრედი, რომელთან შეხება აქვს მხოლოდ და მხოლოდ მოპასუხეს, იმიტომ რომ მოსარჩელეების ქონება იმყოფება სახლის სხვა მხარეს პირველ სართულზე და სულ არ ჭირდებათ ის კიბე არაფერში. უბრალოდ თუ ისე თუ არ შევლენ დასათვალიერებლად. სხვა შემთხვევაში თავიანთ ქონებასთან წვდომაზე ეს კიბე არ ჭირდება. რაც შეეხება სხვენს და ანტრესოლს, ეს როგორც მანამდე იყო მოპასუხეების მფლობელობაში, ისევ რჩება დღემდე. ანუ თავის საკუთრება გაეზარდათ, ისევე როგორც მოსარჩელეებს გაეზარდათ, მართალია შედარებით მცირედით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მეტის საშუალებას არ იძლეოდა შენობის კონსტრუქცია, მაგრამ გაეზარდათ. ანუ დაახლოებით ისეთი რაღაცაა, რომ ასე ვთქვათ, შეგებებული სარჩელი შეგვეტანა და ჩვენც იმ ნაწილის თანამესაკუთრეობა მოგვეთხოვა, რომელიც მოემატა მაგალითად მოსარჩელეებს. რაც ინამდვილეში, რა თქმა უნდა, სამართლებრივად გაუმართლებელი იქნება. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც გაამართლებდა იურიდიულად სარჩელის დაკმაყოფილებას, არ იქნა არც წარმოდგენილი, არც მითითებული და მით უმეტეს არც ასე ვთქვათ, დასაბუთებული. რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას, ვფიქრობ, სრულიად უსაფუძვლოა, რადგან მოპასუხე აქ იჯარით გასცემს იმას, რაც თავისი საკუთრებაა, თავისი ინდივიდუალური საკუთრება, რასაც რა თქმა უნდა კანონი არ უკრძალავს და შესაბამისად მოსარჩელეს არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე სახის პრეტენზია ამ ქონების გამოყენების შედეგად მიღებულ ნაყოფზე. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ძალიან მცირედ დავამატებ, რომ ყურადღება გასამახვილებელი ასევე იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეები რეაბილიტაციის პროცესში არ იყვნენ მესაკუთრეები. მათ შეიძინეს ზუსტად ის კონკრეტული ფართი, რაც დღეს მათ საკუთრებაშია. შეიძინეს 5 კვადრატი და 85 მიასები ფართი, ასევე 29 კვადრატი და 15 კვადრატი. ანუ მათ ზუსტად იცოდნენ კონკრეტულად რა საკუთრება შეიძინეს. შესაბამისად, წლების გასვლის შემდეგ, რომ თურმე წინა მესაკუთრეს თუ იმის წინა მესაკუთრეს კიდევ სხვა რაიმე უფლებები წარსულში თეორიულადაც კი შეიძლება გააჩნდეს. ვფიქრობთ, არ იძლევა ასე ვთქვათ, მათი სასარჩელო მოთხოვნის თუნდაც ფორმალურად სისწორე, სწორად მიჩნევის შესაძლებლობას. თქვენს მართლმადიდებლს არ აქვს ჩარეგისტრირებული? კი ბატონო. რამდენად ჩემს ცნობილია საერთოდ ხო დარეგისტრირება. ანუ დავით ხარებს სწორად აღნიშნა, რომ არის რაღაცა მომენტები, როდესაც ხარეს საჭიროდ არ მიაჩნია ზოგადად რეგისტრაცია, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ დარეგისტრაციის შესაძლებლობა არ ჰქონდა რაღაცას. ანუ თუ ვინმეს აღნიშნული ფაქტის დარეგისტრირება შეუძლია, ისევ და ისევ არის მხოლოდ და მხოლოდ გელაშვილების ოჯახი. ზედ არის ასე ვთქვათ მიშენებული ეს გადაბილი ფაქტი თუ კი რაიმეა გადაბილი, მათი მფლობელობის დადასტურება შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში აღიარების კომისიაში ამის დადასტურება შეუძლიათ და ასე შემდეგ. ანუ ხარისხის საკუთრების უფლების არ არის საჯარო არ გაგიხდიათ ერთი კითხვა კიდე გავიგე.
ერთი მესაკუთრე, მეორე მესაკუთრე, მესამე მესაკუთრე. აქ არის მყარი კედელი. ანუ გავდივართ დამატებულ ფართში, აქედან გავდივართ შემდეგ აი ამ ფართში, სადაც კიბეა, ხო? კი ბატონო, აი ეს პლანეტა შეიძლება მოვიდე. შეიძლება ორივე მხარე რომ მოვიდეთ, ან ეს სამი ფართი, ხო? ეს მეორე მესამე ეს არის. ან აქ მყარი კედელია. ან აქედან გადიხარ უკან მომატებულ ფართში და ეს ფართიც ამას აღმოჩნდა უკავშირდება. აი, კითხვით თუ აგდიმოს მაქსიმალ ნახე და შევეცდები რომ მიგიწოთ. აი ეს ფართიც არის პირველი საფულის და არის საერთოდ თაკე შესასვლელი, ასევე თაკე შესასვლელია აქ ამ ფართშიც, რომელიც გელაშვილების ოჯახს ეკუთვნის. ეს თაკე შესასვლელი რაც არის გამოყენებულია. აქ თაკე შესასვლელი ხო სწორია? არის. ფოტოზე შეიძლება ვნახოთ. ბატონო, აქ ნახო არის შესასვლელი. კი, აქედან შესასვლელი პირველ საფუძველს არის, ჩემი შესასვლელია აქედან. ეს თაკე შესასვლელი საკუთრება არის. ანუ აქედან შევდივართ და მეორე საფუძველზე შეგვიძლია ავიდეთ. აი ეს კიბეები რაც არის შეგვიძლია გამოვიყენოთ მეორე საფუძველზე ასასვლელად მხოლოდ. აი ამ ფართში ვხვდებით. ანუ ეს არის მოსარჩელებელი. ეს არის. აი ეს გადასვლა მაინტერესებდა. აქედან შესვლის თემა, აქ არ ჩანს კარი. კი, ანუ აქედან არის შესვლელი, ის ფოტომასალა რაც არის სტანდარტული, იქიდან მიხვდებით რომ აქედან არის პირდაპირ შესვლელი. და მხოლოდ მეორე საფუძველზე შესასვლელია და არანაირი კავშირი არ აქვს საერთოდ არც მანანაყებშიც და საერთოდ კავშირი არც ქაბატონ მაიასთან აქვს კავშირი. აბსოლუტურად. ანუ გამიწვია საერთოდ შესაძლებელიც რომ ასე ვთქვათ მოსალოდნელი ყოფილიყო. ხარი ამასთან დაკავშირებით თუნდაც იმ სარეაბილიტაციო ხელშეკრულებითაც კი ინფორმირებული უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ გამოდის რომ თუ პირობითად თეორიულად სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება, რა ვიცი, მოსარჩელო მხარე შეიძლება აბზანდეს მეორე საფუძზე რა ვიცი, ნებისმიერ ოთახში შეაღოს კარი და თქვას რომ მე როგორც თანამესაკუთრეს მაქვს ამ ფართის გამოყენების შესაძლებლობა. რითაც, რა ვიცი, საკუთრების უფლება ირღვევა, პირადი სივრცე ირღვევა და მილიონი არგუმენტი შეიძლება დავასახელოთ, რატოც სურვილი არ შეიძლებოდა ჰქონოდა ხარეს მსგავსად საერთოდ ფართის გაზრდისა. მაგრამ კიდევ გავიმეორებ, მიგიცეთ კიდევაც. ფონდსა და გელაშვილების ოჯახის შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია, რომ არანაკლები ფართი გადაეცემოდა. და წარდგენილი იყო კონკრეტული პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ფართის გაზრდა. და როდესაც პროექტი აქვს ხარეს ნანახი, რომლის მიხედვითაც მისი ფართი უნდა გაიზარდოს ის, რაც მის მფლობელობაშია, რა თქმა უნდა მოაწერს თავს და დაეთანხმება ამას, ხო? ხანდაზმულობასთან დაკავშირებით ვფიქრობ, ორივე ნაწილი ხანდაზმულები გონია. პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით საწყის, ასე ვთქვათ, ათვლის წერტილად უნდა მივიჩნიოთ რეაბილიტაციის პროცესის დასრულება და ამ მომენტიდან 10 წელზე მეტია გასული, როგორც გითხარით. კონკრეტული წერილებით იკვეთება, ასე ვთქვათ, როდის იქნა დასრულებული აღნიშნული ფართი და მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით ვინაიდან პირველი თუ საფუძვლოა მეორე საქმე დაკმაყოფილდეს და მანდაც გვაჩნია რომ ხანდაზმულია მოთხოვნა. ეს წამი უკაცრავად. ხომ არაფერს დაამატებთ მოპასუხეები? მოგახსენებ, რომ 92 წლიდან ესე იგი ჩემი და ჩემი მეუღლე შევღუდით და ცხოვრობ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე. ანუ ჩვენ დამოუკიდებელი შესასვლელი ჰქონდა დაბლა, ანუ პირველ საფუძველზე უკიდურეს მარცხენა მხარეს იყო საკწიგნი. საკწიგნის დირექტორი იყო ქალბატონი მანანა. მე შემდეგ ეს საკწიგნი გაიყიდა აუქციონის გზით. ქალბატონმა მანანამ მისმა დირექტორმა შეიძინა ეს ფართობი. მხოლოდ ერთადერთი ფართობი იყო მან. ხო და შემდეგ ქალბატონმა მანანამ იგივე ფართობი გაყიდა და მიყიდა ქალბატონ მაიას.
და შესუსტად რა უნდა მეთქვა ცოტა ნერვიულობ. कारण ნერვიულებ აბა იმ ხელა შემოტევები მაქვს ნერვიულებ. იგივე ფართობი გაყიდა, რადგან ესე იგი რეესტრის ჩანაწერებზე მოქმედებს უტყუარობის და სიცრუის პრეზუმპცია, ხო? არც საბატონ მანანასთან ჰქონდა არანაირი კავშირი, არც ურთიერთობა, რაც ქალბატონ მაიასთან მაქვს არანაირი კავშირი და არც ურთიერთობა და არაფერი საერთო არ გამაჩნია. ინდივიდუალური ასასვლელი მაქვს, ინდივიდუალურად შევდივარ, 10 შვილის დედა ვარ. 8 ჩემი საკუთარი გავზარდა და 2 უპატრონო. არანაირი კავშირი არ მაქვს ამ ადამიანებთან. რატომ ცდილობენ რომ შემოიჭრან ჩემს ოჯახში? ეს არის შემოჭრა. მეტი არაფერი. 83 კვადრატი და ის დანარჩენი 160 კვადრატი მე ის თვლი რომ კიბის უჯრედი მაშინ არ იყო ის რა ქვია არ არეგისტრირებდნენ არც კიბის უჯრედს არც აივანს არც საპირფარეშოს არც აბაზანას არც შესასვლელს არც სამზარეულოს ის არ იყო საერთო არ იყო ეს საცხოვრებელი ფართი მაგრამ მე ამას ფლობდი ხო 160 კვადრატი მე კიდე ინდივიდუალურად დაიდო 2012 წელს ეს რა ქვია ჩვენ ოჯახთან გაფორმდა ხელშეკრულება და ქალბატონ მანანასთან ხო? ეხლა იქ ქალბატონ მანანა მის 5 კვადრატიო იქიდან გამოყო ჩვენი ბრალი იყო 29 თუ 33 და რაღაცა მიასადები ქონდა და მე 5 კვადრატი იმას აქნა იგივე ფართობში ოღონდ ინდივიდუალურად ასე რომ ჩვენ ორი ანუ ჩემი დიდი ოჯახი და ქალბატონი მარტო მხოლოდ ქალბატონი მანანა იყო იქ რომელ მასზე არის ლაპარაკი მაშინ კორპუსში ვცხოვრობ თუ იტალიურ ეზოში ჩვეულებრივად თავდივარდი ჩემს სახლში მე კიდე 2012 წლამდე 92 წლიდან ჩემმა მეუღლემ ხელით ჭრა და რატო ჭრა ეს არ შემეკითხებით იმიტომ ჭრა რომ მუდმივად წყლები შემოდიოდა ჩვენ სახლში პირველ სართულზე თუ მეორე როგორც ისა მდინარე ესე მოჩუქჩუქებდა და ამიტომ დაიწყო მკვდის მოჭრა თორე თავში რა ის ქონდა აზრი ქონდა რომ რაღაცა ის უნდა მოსასწავლებლო მოახდინო მაგიტომ რომ კედელი აერიდებინა იმიტომ რომ სულ მუდმივად წყლები შემოდიოდა ბოდიშ სხვასთან მაგაში რომ ქალბატონ მანანას ძალა მოუვიდა 150 მანქანა გადაყარა იცით 150 მანქანა კლდისფენა გადაყარა რომ გაესწორებინა და ნორმალურად იმას ეკნა და ზუსტად 2012 წელს დაასრულა ის აიმითი დაიწყო სოლით და ჩაქუჩით და რამდენი წელი შრომა ჩადო მაგაში და ვიღაც მოდის ახლა უკაცრავად ამ თქმაზე და თურმე იქ რაღაცა ეკუთვნის ანუ როდის ეკუთვნოდა მაშინ ქალბატონ მანანასაც ეკუთვნოდა გამოდის ხო თუ ქალბატონ მანანას ეკუთვნოდა როგორ წარმოექმნა მაშინ იმას ქალბატონ მაიას იქ რაიმე ფართობი როგორ განუყოფელი ნაწილია განუყოფელი ანუ ვერასად ვერ გადახვალ მხოლოდ შემოდიხარ ჩემთან ვერასად ვერ გახვალ ჩემს სახლში შემოდიხართ ჩემს ოჯახში ვერანაირად ვერ გადახვალთ იქით როგორც მე ვერ გადავდივარ ისე ვერ გადმოვა ქალბატონი მაია რა გითხრათ აბა შეიძლება კიდევ ერთი არგუმენტი რომ დავამატო თუ აღნიშნული ფაქტი ვინაც მესაკუთრეთა ამხანაგობის ქონება და ან საერთო საკუთრებად უნდა იქნას განხილული, მაშინ რეაბილიტაციის ხელშეკრულება უნდა დადებულიყო ერთიანი და არა ინდივიდუალური. თითოეულ მხარესთან დაკავშირებით. მაგაში აგეთახებით საამბევრს ვიშულა, მასაც ინდივიდუალურებია. ხო, მესმის. ფაქტიდან გამომდინარე არ გეთახებით, თორე ამ საქმიდან გამომდინარე კი არა. სამართლებრივად ასე ვთქვათ, ვინაც მესაკუთრეთა ამხანაგობის შესაძლებელია გამოდიოდეს ცალკე სუბიექტად და ასევე, როდესაც ვამბობთ, რომ რაღაცა არის
საერთო საკუთრება, იქ ასე ვთქვათ, ერთ მხარედ შეიძლება როგორც თანამესაკუთრეები ასე იქნება მითითებული. თქვენ რა თქმა უნდა მრავალ საქმეს იხილავთ. კი ბატონო, რაღაცეები ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანი შესაძლებელია გახდეს. და მაგალითად ის რომ ერთ შემთხვევაში გელაშვილების ოჯახისთვის ქირისთვის გამოიყო პირობითად 500 ან 1000 ლარი, ეს ასე ვთქვათ, მიზანშეწონილობიდან გამომდინარეა და იმის მიხედვით ხდება იმის განსაზღვრა თუ რაოდენობის თანხა და ქირა უნდა გამოიყოს, რა საჭიროებები აქვს კონკრეტულ ოჯახს, ხო? იქ სადაც 10 ოჯახის წევრია და 15 ოჯახის წევრია, არ შეიძლება ქირისთვის 500 ლარი გამოუყო და იქ სადაც ერთი ადამიანი ცხოვრობს, იქაც სამართლიანი იყოს ეს პირობა. აღნიშნული მიზეზების გამო შეიძლება იყოს ასე ვთქვათ, ცალ-ცალკე დადებული ზოგიერთ შემთხვევაში ეს ინდივიდუალური ხელშეკრულებები, მაგრამ კიდევ ვამბობ, თუ საერთო საკუთრებას მაგალითად, მაშინ ხელშეკრულება ძალიან მარტივად შესაძლებელია ყოფილიყო ერთიანი და არა ასე ინდივიდუალური. რეპლიკა. ძალიან მოკლედ არ მინდა სამართლებრივი არის გავწევ რომ ინდივიდუალურად როგორ დადარავდა ახლა სამეზობლო გავაში აქ ბაჟის საკითხი როცა განვიხილავთ მაშინ გამოიწვა ეს საკითხი 5 კვადრატი რო იყიდა ქალბატონმა როხვაძე რეალურად 25 კვადრატი იყო იქ ანუ მოცემსობლობაში იყო 5 საკუთრებაში და მე ისე მოხდა რომ ის 20 კვადრატი გაიყიდა პირდაპირ მიღების წესით და დარჩა რეალურად 50000 დოლარად ნაყიდი 5 კვადრატული მეტრი ეს რაც შეეხება იმას რომ არ არის თავისუფლად ახლა ვინ დაზარავდა და ვინ რა ასე ვთქვათ გამოიერა ამ წლების მანძილზე. რაც შეეხება რაც ითქვა რეპლიკის დროს დავწევით რასაც ვეთანხმები ჩემს მოწინააღმდეგეს მხარეს. პირველ რიგში ითქვა რაც ამაზე აკეთებდნენ აქცენტს და კი ბატონო კიდე გავიმეორე რომ ფაქტობრივ თლობელობაში ნამდვილად აქვს მათ და ფაქტობრივ თლობელობაში რო არ ქონდეთ ეს საერთო ფაქტი ამ სარჩელს ყოველ შემთხვევაში პირველ სასარჩელო მოთხოვნას და ალბათ არც მეორეს არ შემოვიდნენ. ზოგადად ასეთ ტიპის არჩევის შეუძლია იმის გამო ზუსტად რომ უნდა იყოს ესნაირად და ფაქტობრივ მდგომარეობა არის მეორე კი ბატონო და არანაირად ფაქტობრივ თლობელობაში ყოფნას თავი აქ საკუთრების უფლებას არ უკავშირებს ეს არის საგანმანათლებლო ნორმა რომელიც არსებობს საკუთრების უფლების აღიარების წესის შესახებ მიმდინარე შემთხვევაში ეს არ არის დავისაგან რა თუ რაიმე ნორმას მოიყვანენ იმასაც უპასუხებ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტი რომ ფაქტობრივ თლობელობაში ეს ქალბატონი მოხდეს არ ქონია ამას ვეთანხმები მეორე რასაც ვეთანხმები ქალბატონო მოსამართლე არის რომ არითმეტიკა დამიწონეს ჩემმა კოლეგებმა 1/4 არ გამოდისა და თუ დათვლიან სწორად 1/4 ნამდვილად არ გამოდის, მაგრამ ჩვენ სასარგებლოდ იმას ვქენთ, რა თქმა უნდა, მართალი უცებ დამეზარა 1.379 დი. და დავარგოლე მათ სასარგებლოდ, ამიტომ თუ მაინც აქ ასე ვთქვათ, არითმეტიკის განხრით შენიშვნაში ვეთანხმებით, თუმცა თუ დაზუსტდება ეს კიდევ უფრო მეტი მოგვიწევს ჩვენ როგორც თანხობრივად ისე ფაქტობრივად. და ხანდაზმულობაზე ვიტყვი და მე ფაქტობრივად რაც იყო. ხანდაზმულობასთან დაკავშირებით ახლა თქვენ თვითონაც შეეკითხეთ და თვითონაც კი პასუხეთ, რომ ჯერ დაურეგისტრირებია, მაგრამ მათი შეუძლია დაარეგისტრირება. გესახმებით, რა თქმა უნდა, ამაზე არ ხსენდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობა იქნებოდა იმ შემთხვევაში, ერთგვარ დაირეგისტრიროს, მეორე გაიგოს და არ იჩინოს. მაგრამ ის რაც ფაქტობრივად არსებობს, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით მოთხოვნის წარდგენა თუ ერთი მხარისთვის არ არის ხანდაზმული შესაბამისად არ არის მეორე მხარე. და რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, ორი ძირითადი ფაქტობრივი გარემოება არის სულ საქმეში ერთი რეაბილიტაციის შედეგად წარმოიქმნა თუ არა ფაქტი და მეორე თანხა ერთი მხარე იღებდა თუ არა ინდივიდუალურის გარდა კიდე რაიმე სხვა იჯარის თანხას. მე მგონი გამცი ბოლო ინსტანცია თქვენ ხართ მიჰაილ ვარმაგარი ის რომ რეაბილიტაციის შედეგად ფაქტი წარმოიშვა ეს თავისაგანი არის მაქსიმუმ გვედავებიან იმაზე რომ რეაბილიტაციის შედეგად 315 კი არ წარმოიშვა არამედ ცოტა ნაკლები თუმცა რამდენი არის ეს ცოტა უფრო ნაკლები ვერ მივიღეთ ამაზე ინფორმაცია მაგრამ ის რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი რაც არის რომ ფაქტი წარმოიშვა რეაბილიტაციის შედეგად არც ამ სხდომაზე არც წინასწრომაზე არც წინასწრომაზე და არც წერილობის დოკუმენტებში გასაჩივრებული შედავებული არ არის შედავებული იყო ის რა ტიპის ფაქტი წარმოიშვა. არა, ამაზე გადავალ, მაგრამ ისიც იყო შედავებული, რომ კლდეში გააკეთა ერთმა მესაკუთრემ გააფართოვა ჯერ ნახაზის ხო შანს არის. სად არის ძველი ნახაზი და ახალი ნახაზი და კლდე არის აი აქ სამხარეს. და მომატებული არის აქეთ. აქეთ და ეს საერთოდ ძევითაა დაშენებული. ამიტომაც ის რომ რეაბილიტაციის შედეგად ფაქტობრივად წარმოიშვა ფაქტი ეს შედავებული არ არის მაქსიმუმ გვედავებიან იმაზე მე შეიძლება არ იყოს 315 თუმცა თვითონაც არ მივთითებდი იმაზე რომ რამდენი შეიძლება იყოს ეს და ამასთან დაკავშირებით რა ვიცი ჩვენ წარმოვადგინეთ აქ უკვე როცა ფაქტებს შეეხება საქმე
არის შეჯიბრებითობის პრინციპი, წარმოდგენილი არის აზომეთი ნახაზი, რომელიც არ არის შედარებული, წარმოდგენილი არის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ოფიციალური სახელმწიფო ორგანოს მიერ არის და რაც თავარია ჩვენ მივთითეთ მათ დოკუმენტზე, მათ რა რეალიზაციული არის 2020 მაისის წერილი 2014 წლის, მაგრამ მათ მივთითეთ და კი ბატონო იმ დოკუმენტში წერია პირდაპირ ბოლოდან მეორე აბზაცში ზუსტად იცი არის გეგმება ჩვენი არჩევისთვის წერდა რომ ამდენი იყო რეაბილიტაციამდე და ამდენი გახდა რეაბილიტაციის შემდეგ. ოთახობრივად არის და დანარჩენი არტიმეტრის კალკულატორის საფრთხე შეიძლება ამისი დაჯერება. რაც შეეხება თანხასთან დაკავშირებითაც ხო, საუბარია სამართლის ზუსტად იგივე მდგომარეობა რაც ფართთან. ის რომ იყო გაცემული ფართი, იჯარით იმაზე უფრო მეტი ვიდრე ინდივიდუალურ საკუთრებაში იყო, ეს სადავო არ არის. ახსენა ქალბატონმა მოპასუხებაც რომ რეესტრს აქვს ამგვარად ასე არის კანონში უთვალობისა და სისრულის პრეზუმპცია და წერია იმ რეესტრის სამონაცვლეში 93 კვადრატი და წერია იჯარის ხელშეკრულებაში 271. აქაც სადავო არის არა ძირითადად რაც ჩვენი ფაქტობრივი რაც ჩვენი სასარჩეულო მოთხოვნის საფუძველი არის საერთო ფონდება გაიწია ამას კი არ გვედავებიან იმას გვედავებიან რომ $2000 რო წერია ხელშეკრულებაში ის ყველა თვეში $2000 არ აგვიღია და ავიღეთ 1700 თუ 1400 რომელიღაცა თვეში. მაგრამ სარჩელის მოთხოვნის საფუძველი რაც არის რომ გასცეს 93 კვადრატის გარდა პლუს 271 კვადრატი რაც არ იყო მათ ინდივიდუალურ საკუთრებაში ეს შედარებული არ არის. და ბოლოს იურიდიულ საფუძველზე და ამისი მორჩები რა ვიცი რანაირად კითხულობ მე საერთოდ უხლებს ყოველთვის ოფისში ყველა პრობლემები რომ ციტირება ბჭყალებით გავაკეთოთ ხოლმე რომ ინტერპრეტაციის საგანი არ იყოს სარჩელში ციტირებული მათ წერია ეს მეხუთე მორჩები. ბინით მესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ფონდების შემადგენელი მიწის ნაკვეთი სახლის ნაწილი და იშენობა ნაგებობები დანადგარები საინჟინრო ქსელები მოწყობილობები რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება ბინით მესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ფონდებას წარმოადგენს. გააკეთეს რამდენჯერმე აქცენტი იმაზე რომ აი საინჟინრო ქსელები თუ რაღაც უნდა იყოსო არა ბატონო ეგეც არის და მე წერია აგრეთვე ყველაფერი ის შენობა ნაგებობები რომელიც არ არის ინდივიდუალურ საკუთრებაში. ინდივიდუალური საკუთრება არის ის ისევ და ისევ რომ დავაისახოთ პრაქტიკულად ახსენები რეესტრის უთვალობის პრეზუმპციას რაც არის ეგ არის სადავგარებების საქმეში წარმოდგენილი ერთს რამდენი აქვს ინდივიდუალურ საკუთრებაში მეორეს და მესამეს 99 29 და 5. მორჩა ეს არის ინდივიდუალური ყველაფერი რაც არ არის ინდივიდუალურში არის საერთო ეს არის ჩვენი მოთხოვნის საფუძველი და რა ვიცი რანაირად შეიძლება ეს წავიკითხოთ ისეთნაირად რომ აქ ეწეროს რომ ფაქტობრივ ფლობაშიც უნდა გქონდეს. რანაირად მომყოლებს ამ დავასრულებ მასალას წინასწრობაზეც მაგალითი მე 16 საათიან კორპუსში ვარ გაზრდილი და საბაგეტო დარბაზი ქონდა ყველას ქონდა პრინციპში მაგრამ რომელიც იყო საერთო საკუთრება. რა ჩემს ფაქტობრივ ფლობელობაში იყო არ იყო იყო დიდი კორპუსი სადაც ბინები იყო ინდივიდუალური საკუთრება და ყველაფერი იმ ბინების გარდა პირველ სართულზე დიდი ფართი სათამაშო მოედანი საბაგეტო დარბაზი რა ვიცი უჯრედები და ამის შემდეგ იყო საერთო საკუთრება. ზუსტად ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ამას მივთითეთ და ფაქტობრივ ფლობაში რომ უნდა გქონდეს ეს არსად კანონში არ წერია. სხვა კანონში წერია და სხვა შეიძლება? კი დავასრულებ. ძალიან კარგი არგუმენტი გითხრა კოლეგამ. და იქვე დაამატა რომ არ წერია მფლობელობა კანონში. და კოლეგამ გამოხმაურა ყურადღება ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის კანონის მე-5 მუხლზე რომელიც განსაზღვრავს რა არის საერთო ქონება. მაგრამ მანამდე არის მე-4 მუხლი რომლის პირველი ნაწილი გვეუბნება ეს რაღაცას. ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა და შემდეგ, მძიმეს შემდეგ, აგრეთვე ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები, სარდაფები, სხვენი და ასე შემდეგ. ეს არის ინდივიდუალური საკუთრება. ეხლა მოდი გავყვეთ ამ ლოგიკურ ჯაჭვს. ბატონო გახსენე ეს რაღაცა რომ თავისთან იყო ეს მის სახლში ასე ვთქვათ არის საერთო უჯრედები ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სწორია, დარწმუნებული ვარ ეგრეც იქნება. მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი. თუ ავიღებთ მაგალითად კორპუსს, კიბის უჯრედი ყველასია, იმიტომ რომ ყველა უნდა ავიდეს, ჩამოვიდეს, ხო, ვინც იქ ცხოვრობს. თუ ავიღებთ რაიმე სხვა, ვთქვათ, სადარბაზოს ფართს, ისიც ყველასია, იმიტომ რომ იმისთვის რომ შეხვიდეს შენ სახლში, უნდა გაიარო საერთო ფართობა. სრულად ლოგიკურია. მოცემულ შემთხვევაში მსგავსი არაფერი არ გვაქვს. პირველ, მთელი ის მომატებული ფართი, რომელსაც მოსარჩელი მხარე გვედავება, არის პირველი, როგორც წერია მე-4-ის პირველ ნაწილში, მფლობელობაში არსებული ფართია, სრულად დაწყებული კიბის უჯრედიდან
სხვა მომატებული პარტიიდან დამთავრებული სხვენი ანტრესოლით ერთი და მეორე. მას ამ ფაქტებს არ აქვს საერთო სასარგებლო დანიშნულება. ანუ რო ყოფილიყო ესეთი რაღაც, რომ იქ ყოფილიყო საერთო შესასვლელი, შედიხარ და თქვა მარჯვნივ გელაშვილების ოჯახის საკუთრებაა და მარცხნივ მოსარჩელეების და საერთო შესასვლელიდან უნდა შეხვიდე და მერე გადახვიდე, აბსოლუტურად სწორი იქნებოდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო საერთო საკუთრება. სრულიად დავეთანხმებოდით ამ შემთხვევაში ამ ლოგიკას. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მსგავსი არაფერი არ არის. ანუ მოსარჩელე ვერაფრით გამოიყენებს, ასე ვთქვათ, თავის ასე ვთქვათ, ამ ფაქტს თავისი მოკლედ თუნდაც რომ მფლობელობაში კონდეს სადავო ფართი, ეს ხელს არ შეუწყობს თავისი დანარჩენი ფართის უკეთესად გამოყენებას. ანუ მისასვლელი იქიდან არ არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი კოლეგის არგუმენტები ამ შემთხვევაში ამ მოცემულ ასე ვთქვათ, დავასთან შემთხვევაში ვერ იქნება. Sinapot ესეც მოვისმენთ მახსოვდა, მაგრამ დამახინჯება არ მინდოდა და ახლაც მხარე მიუთითა საბანკეტო დარბაზთან დაკავშირებით. ანუ ზოგადად სამოქალაქო კოდექსი თვალისწინებს როგორც პირდაპირ მფლობელობას, ასევე არაპირდაპირ მფლობელობას. თქვენი საბანკეტო დარბაზი ბატონო გახარ, როგორც ჩანს, არის არაპირდაპირ მფლობელობაში და თქვენ იქიდან რა თქმა უნდა გარკვეული სარგებელი შეგიძლიათ მიიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ არ ფლობთ და მხოლოდ თქვენ არ იყენებთ იმ კონკრეტულ სათავსოს. მაგრამ აქ ამ მოცემულ შემთხვევაში თქვენ ასე ვთქვათ, ვერანაირად ვერ განკარგავთ, ვერ იყენებთ და მსგავსი ფაქტი არც არასდროს არ ყოფილა. შესაბამისად, სრულიად არარელევანტურია თქვენს მიერ მოყვანილი მაგალითი ერთ შემთხვევაშია. არაპირდაპირ მფლობელობაში გაქვთ და იქიდან სარგებელს იღებთ, ხოლო მეორე შემთხვევაში საერთოდ ასე ვთქვათ, არანაირი არც დაინტერესება გაქვთ, არც მფლობელობას ახორციელებთ, არც სარგებელს იღებთ, არც მიგიღიათ და დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ვერც მიიღებს. ბატონო, დავასრულე საკითხავსა. გამოაცხადეთ გადაწყვეტილებას. არ არის ეს სტანდარტული საკითხი და ძალიან ბევრი საკითხია შესაძლებელი. ამიტომ ვისარგებლებ ჩემთვის მონიჭებული უფლებამოსილებით. აპრილი 12 საათი და 55 წუთი.